ია მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ გვერდთვებით უპასუხებთ ჩვენ შეკითხვებს. Მაინც ტრამპის განცხადებების მიხედვით რაღაც დათბობის ფაზას ვადევნებთ ახლა თვალს ტრამპსა და ზელენსკის შორის როგორ აღიქვით თქვენ? მორიგი ხო რაღაცა მორიგი ცვლება იმიდან, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ხედავდით, თუმცა მინიშნებები იყო ზოგჯერ ძალიან მსუბუქად იმაზე, რომ შესაძლოა პრეზიდენტ ტრამპ შეეცვალა დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. შეფასებებიც კეთდებოდა, რომ ჯერ ის უკრაინაზე ახორციელებს ამ უკიდურესად მძიმე ზეწოლას, რისი მოწმეებიც გავხდით და რომ ის ინახავდა პუტინთან ურთიერთობაში, ამ ურთიერთობის დამძიმებას თუ გამკაცრებას და ეს გუშინ რაც ვნახეთ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის შემსუბუქება უკრაინის მიმართ, შემსუბუქებაზე ვფიქრობ ცოტათი უფრო მეტიც იყო ის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა გუშინ, არაერთი კომპლიმენტი გაუკეთა ზელენსკის და ამასთან თქვა ის, რომ ელოდება და უნდა შეხედოს და ნახოს რა მოხდება რუსეთთან დაკავშირებით. რა დეტალებში გამოჩნდა მაინც ეს დათბობა, კომპლიმენტები ახსენეთ, გვითხარით უფრო ვრცლად ამ თემაზე, რატომ იყო ტრადიციულისგან შესაძლოა ოდნავ განსხვავებული ტრამპის რიტორიკა? აი, საგამოჩნდა ეს მის ლექსიკონში. რამდენიმე ფაქტორი იყო აქ, იყო ერთი ის, რომ მან თქვა, რომ ძალიან კარგი იყო ეს შეხვედრა. ხშირად ამბობს ხოლმე პრეზიდენტი ტრამპი, ესე დადებითად ხშირად აფასებს ბევრ შეხვედრას, თუმცა ზელენსკის კონტექსტში ეს განსაკუთრებით თვალში საცემი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ბოლო შეხვედრა 28 თებერვალს გახსოვთ ალბათ თეთრ სახლში ფიასკოთი დამთავრდა, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი და მისი გუნდი ფაქტობრივად დაითხოვეს თეთრი სახლიდან უთხრეს დაეტოვებინათ ადგილი. ამის შემდეგ მათ შორის შეხვედრა არ შემდგარა და ეს იყო პირველი. სხვათა შორის დაუგეგმავი იყო ეს შეხვედრა, როგორც ჩანს, ყოველ შემთხვევაში წინასწარ არ იყო არც მედიისთვის და არც ბევრი ადამიანისთვის ცნობილი და ესე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ისაუბრეს მათ და იმას რომ დაუბრუნდე კომპლიმენტებს, თქვა რომ აქამდე ტრამპს გაკეთებული აქვს ესეთი დადებითი განცხადება უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე და უთქვამს, რომ ისინი ძალიან კარგი, ძალიან მამაცები არიან, მაგრამ ზელენსკის არასდროს არ უთქვამს ეს. გუშინ იყო ყოველ შემთხვევაში მე რაც მახსენდება, გუშინ იყო პირველად შემთხვევა, როცა თქვა, რომ ძალიან რთულ სიტუაციაშია ზელენსკი, ის ძალიან კარგად ართმევს ამას თავსო და რამდენჯერმე გაიმეორა სხვათა შორის ის, რომ კარგი შეხვედრა იყო ზელენსკისთან. ასევე თქვა ის, რომ ზელენსკი მას იარაღის თხოვა, მაგრამ ამაში გასაკვირი რომ არაფერი ეს უკვე სამი წელია იარაღს თხოვსო, მაგრამ დასწინა რომ უნდა შევხედოთ და ვნახოთ რუსეთი რას გააკეთებსო. აი ესეც ჩემი აზრით რაღაცა ფორმით არა მხოლოდ შერბილებას, ნუ კომპლიმენტებს გავცდი ახლა უკვე, მაგრამ შერბილებაზე კიდე უფრო მეტად მიუთითებს, რომ ახლა უკვე რუსეთს ელოდება ტრამპი, აქამდე თუ ელოდებოდა უკრაინას. ორკვირიანი ვადად შეგვიძლია აღვიქვათ, აი ორ კვირაში გავიგებ მეცოდინება მატყუებს თუ არაო ასე. არა, ხო. ანუ შეიძლება აღვიქვათ რაღაც ვადად, როდესაც ტრამპი მიიღებს გადაწყვეტილებას რუსეთთან მიმართებით. სავარაუდოდ ალბათ ელოდებიან რუსეთისგან მით უმეტეს ვიტკოფის შეხვედრის შემდეგ რაღაცა ნაბიჯებს. ძალიან საგულისხმოა ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი დასავლურდა არა რუსულ მედიას თუ არა მაინც და მაინც მეგობრულად განწყობილ მედიასთან ეს ბოლო რამდენიმე დღეა საუბრობს, ის ასევე CBS-აც ესაუბრა ამ უქმეებზე და ფაქტობრივად, ნუ არც ერთ კითხვაზე რა თქმა უნდა პირდაპირ პასუხი არ გასცა და არც დაადასტურა ის, რომ შეერთებული შტატებისგან შემოთავაზება აქვთ რაღაცა გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის ზაპოროჟიის ბირთვულ ატომურ სადგურზე და არც უარყო ეს. ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ ლავროვი როგორც წესი ესეთი დამაშინებელი ტონით გამოდის ხოლმე, სანამ რაღაცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და სავარაუდოდ ხდება მოსინჯვა იმისა, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ამას. პუტინისგან ესეთი კონკრეტულად არ გაგვიგია ჯერჯერობით არაფერი.
და ვფიქრობ, რომ ეს ლავროვის ინტერვიუები სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ გაცხადდეს ის, აი რაზეც თქვენც ისაუბრეთ ახლა შესავალში, რომ რუსეთი არ არის სინამდვილეში მზად იმისთვის, რომ დათანხმდეს შეერთებული შტატების შეთავაზებულ რაღაცა პირობებს. ან ყოველ შემთხვევაში კმაყოფილი არ არის ყველაფრით და უფრო მეტი სურს. აი ეს ოპერატივია ტერიტორიული თემაა, ასე თქვა, ყველა პუნქტიდან გამოყო სწორედ ტერიტორიების საერთაშორისო აღიარება. აქ იყო ყირიმი და ეს 4 ოკუპირებული ტერიტორია. ყირიმის თემა საინტერესოა, რა კონტექსტით განიხილავს ამას მედი, აქ ტრამპის პასუხმაც მიიქცია ყურადღება, რომ ზელენსკი თითქოს მზად არის ყირიმის დათმობისთვის, არადა საჯარო განცხადებებში არის ყოველთვის მკაფიო უარყოფა. ძალიან საინტერესოა რა მოხდება ყირიმთან დაკავშირებით. არის შეხედულება, რომ უბრალოდ ახლა მიმდინარეობს საუბარი ყირიმზე. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც უკრაინაში, ასევე დასავლეთში აცნობიერებენ იმას, რომ სამხედრო ძალით ყირიმის დაბრუნება ამ ეტაპზე წარმოუდგენელი ან საერთოდ შესაძლოა არც მომავალში იყოს წარმოუდგენელი, ამიტომ თუ წარმოსადგენი და ამიტომ ყირიმი რჩება იმ თემად, რომელზეც უფრო ესეთი მარტივია იმის თქმა, რომ თქვათ, რა ვიცი, უკრაინა ამ ეტაპზე იარაღით თუ ომით არ აპირებს ყირიმის დაბრუნებას. ეს ფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგად ჩანს, თუმცა ასევე საკმაოდ ჩემი აზრით საშიში განვითარებაა იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა დე-ფაქტო აღიაროს ყირიმის რუსეთის ნაწილად ყოფნა. ეს არ ვიცით ჯერ სხვათა შორის ამაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს მაშინ მაიკ პომპეო იყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და ტრამპის ადმინისტრაციის გაცხადებული პოლიტიკა იყო ის, რომ ყირიმი არის უკრაინის ნაწილი. შეცვლის თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ამ პოლიტიკას არ ვიცით, ასევე მარკო რუბიომ უქმეებზე ინტერვიუში თქვა ის, რომ მარკო რუბიო ერთ-ერთი მაშინ სენატორი იყო და იყო ერთ-ერთი სპონსორი კანონ პროექტისა, რომელიც შემდეგ გახდა კანონი, რომ ყირიმი არის უკრაინის ნაწილი, რომ ყირიმის რუსეთისთვის ამ ანექსიის ცნობა ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება შეერთებული შტატების ინტერესებისთვის და ცუდი მესიჯი გაეგზავნება ჩინეთს და სხვა ავტოკრატ ქვეყნებს, რომ ძალით შეცვალონ ქვეყნების საზღვრები. ეს იყო მაშინ მისი განცხადება. მოქმეებზე მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ არც უკან წაიღო ეს, არც თქვა ის, რომ შესაძლოა ეს პოზიციონირება შეერთებულ შტატებში შეიცვალოს, მაგრამ თქვა, რომ მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალაო. ასე რომ არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ჯერ ბოლომდე არ არის მაინც ჩამოყალიბებული ადმინისტრაციის დამოკიდებულება კონკრეტულად ყირიმის მიმართ. პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის როცა ყირიმზე საუბრობს მის წინამორბედებზე და ამბობს, რომ მას დახვდა ეს პრობლემა და ის უბრალოდ პრობლემის მოგვარებას ცდილობს და რომ პრეზიდენტ ობამას დროს და პრეზიდენტ ბაიდენის დროს, თუ მაშინ ვიცე-პრეზიდენტი იყო ჯო ბაიდენი, ამ დროს მოხდა ყირიმის ესე გადაცემა თუ ესე ყირიმზე უარის თქმა უკრაინის მხრიდანო და მე მხოლოდ პრობლემის გადაჭრას ვცდილობ. ანუ ყირიმი საკმაოდ საშიში პრეცედენტია და უნდა დაველოდოთ და ვნახოთ სინამდვილეში როგორ მიუდგება თეთრისა. კი, ასევე გასული კვირის თემა იყო დატოვებს თუ არა საერთოდ მედიაციის როლს და მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინასა და რუსეთს შორის. ეს მართლაც შესაძლებელია, ან ახლოს არის უკვე, აი როგორ გონიათ, ან რა გამოხმაურება მოხვა ამ თემას მედიაში? მედიაში ძალიან მოსალოდნელი იყო გამოხმაურება, რომ უკრაინის ამ ხელა მსხვერპლის, ამ ხელა თუნდაც შეერთებული შტატების მხრიდან ამ ხელა დანახარჯების შემდეგ უბრალოდ ესე მოლაპარაკების მიტოვება ალბათ არ იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. სხვათა შორის კონსერვატიულ მედიაშიც დაიბეჭდა არაერთი, მათ შორის Fox-იც იყო არაერთი ესეთი ინტერვიუ, რომელსაც თეთრი სახლი ყურადღებას მიაქცევდა. რეაქცია შეიძლება ვთქვათ, რომ იყო რაღაც საკმაოდ ერთგვარო
მნიშვნელოვანი, თუმცა პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები ამბობენ იმას, რომ მართლა წარმოუდგენელია უსასრულოდ გაგრძელდეს ის, მარკო რუბიომაც თქვა ეს, რომ სამი თვის განმავლობაში უმაღლეს დონეზე შეერთებული შტატები ენერგიას და რესურს ხარჯავს იმისთვის, რომ მხარეები ერთად მოიყვანოს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად რუსეთზე ზეწოლისთვის იყო გაკეთებული, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის გაჟღერებული და ასევე კეთდება შეფასებები, რომ არა მხოლოდ ვთქვათ უკრაინა ელოდება, თუ მაშინ ეხლა ვფიქრობ, რომ ეხლა გადავლახეთ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის მაინც მანდ არ ვართ, რომ შეერთებულმა შტატებმა რაღაც ორი კვირის შემდეგ გადაწყვიტოს, რომ აღარ სურს ამ მონაწილეობაში, მაშინ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ სანამ ამ ეტაპამდე მოვიდოდით, მანამდე იყო შეფასებები, რომ როგორც უკრაინა ელოდება ვთქვათ რაღაც არ უნდა უკრაინას რომ ამერიკა გაეთიშოს ამას, ასევე ფიქრობს კრემლიც, რომ არ არიან დარწმუნებული რა უკეთესი იქნება რუსეთი იმის შეერთებული მედიატორად დატოვება თუ ჩახსნა. ჩემი აზრით ეს მაინც გათვლილი იყო ყოველ შემთხვევაში ეს რეტროსპექტივა შეფასების დროს გათვლილი იყო რუსეთზე და უკრაინაზე უფრო ნაკლები. საინტერესო ნახოთ მოკლედ როგორ განვითარდება მოვლენები. ქალბატონო ია, ძალიან დიდი მადლობა ია მეორმიშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. საერთოდ ბრიფის უფრო საერთაშორისო კორესპონდენტი. ჩვენ ამით მაყურებელს ვემშვიდობებით. თქვენ წინ გელოდებათ პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან ერთად. ჩვენ შევხვდებით ხვალ. მადლობა რომ გვიყურეთ. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ